მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბები 13 საათზე, მე ნინო საულქვაძე ვარ. საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა. თავდაცვის ძალების დღე ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ღონისძიებით აღენიშნა. ქვეყნის თავდაცვის ძალებს დღეს სამხედრო მოსამსახურეთა ახალი ნაკადი შეუერთდა. თავდაცვის ძალების 31 და 53 ქვეითი ბატალიონების წევამდელებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადეს. თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობა საიუბილეო თარიღი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. სიტყვით მიმართვისას მათ თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს და სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. ჩემი კოლეგა ქეთი მამრიკიშვილი გვერდდება ვაზიანიდან თემის დეტალებით. საზეიმო ღონისძიება ტრადიციულად ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე გაიმართა და ტრადიციულად წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყო, რომლებიც უკვე დღეიდან ოფიციალურად შეუერთდნენ თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას. ამის შემდეგ უკვე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ხელისუფლების პირველმა პირებმა სამხედროებს პროფესიული დღე მიულოცეს და თავდაცვის ძალების როგორც ინსტიტუციის სიძლიერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განაცხადეს, რომ ქართული ჯარი იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის ტერიტორიული მთლიანობის მთავარ საყრდენად. განაცხადეს, რომ მათ წუთერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და განაცხადეს, რომ მათი თავდადება ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. თქვეს ის, რომ საქართველოს ისტორია სავსეა გმირობის მაგალითებით, რომლებიც იცავდნენ არა მხოლოდ საკუთარ მიწას და რწმენას, არამედ თავისუფლებას, იდენტობას, ღირსებას და განაცხადეს ისიც, რომ საქართველოს ძალა არის არა მხოლოდ იარაღში, არამედ გონივრულ პოლიტიკაში და ინსტიტუციურ სიძლიერეში, რომელმაც ქვეყანას მოუტანა უწყვეტი მშვიდობა და რომლის მთავარი ნაწილი არის, რა თქმა უნდა, თითოეული ქართველი ჯარისკაცი. 30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და ბადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენთვის, ქართველებისთვის, სამხედრო სამსახური მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის ღრმა ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამხედროების ოჯახებს, ადამიანებს, რომლებიც უდიდესი მოთმინებით, თანადგომითა და სულიერი სიმტკიცით იზიარებენ ღირსეული, თუმცა რთული მსახურების ტვირთს. საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სათანადო მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და თავდაცვის უნარიანობის გამტკიცება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და იმ მომავალს, რომელსაც ერთად ვაშენებთ. უდიდესი პატივისცემითა და მოგზალებით მინდა გავიხსენო ჩვენი დაღუპული გმირები, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და ღირსებაზე ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. სამხედრო ფიცის დადებით თქვენ იმ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილი ხდებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა და აერთიანებდა ქართველ პატრიოტთა თაობებს. ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. შექმნის დღიდან თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები პარტნიორების ხარდამხარ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი დობა მოიპოვეთ. დღეს ჩვენ გულისწყივილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქეთს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისთვის ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია. დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ გვაქვს უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები.
ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალ პროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. დღეს, როდესაც სოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას. მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის ზად არის დაიცვას ჩვენი მიწაწყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. თქვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს ისტორია სავსეა გმირობის მაგალითებით. ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე, არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება თანამედროვე ქართული ჯარის სახით, რომელიც ერთგულად ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს. თუმცა ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, ერთიანობაში, მშვიდობის შენარჩუნების უნარში. ძლიერი სახელმწიფო იქნება არა მხოლოდ ძლიერი ჯარით, არამედ სწორი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს, ამყარებს პარტნიორობას, აძლიერებს ინსტიტუტებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის. მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, მშვიდობა არის შედეგი. ეს არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუციების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში იძენს თავდაცვის ძალები თავის სრულ მნიშვნელობას. ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი. მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნის ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა განაცხადეს, რომ ქართველი ჯარისკაცების ერთგულება შეუპოვრობა ეს არის სამაგალითო და იყო ჯარისკაცი, ეს არის საამაყო პროფესია. დღეს განაცხადეს ისიც, რომ ქართული ჯარი ყოველთვის იქ იყო, სადაც სამშობლო სჭირდებოდა და იცავდა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ გლობალურ მშვიდობას და საერთაშორისო მისიებში პარტნიორი ქვეყნების სამხედროებთან ერთად ბრძოლის კვალდაკვალ ქართული ჯარი არის აღიარებული როგორც მტკიცე და ღირსეული პარტნიორი და ქართული ჯარი ასევე აღიარებულია როგორც სანდო და საიმედო ინსტიტუცია. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ თითოეულ ქართულ ჯარისკაცს ჰქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და პირველ რიგში ის სოციალური პირობები, რომლებსაც თითოეული ჯარისკაცი იმსახურებს. ქართული ჯარი ანარეკლია ჩვენი ქვეყნის ისტორიის. ის საუკუნეების მანძილზე საქართველოს სიმტკიცის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. ქართველი მებრძოლი, რომელიც მუდამ თავგანწირვით იცავდა სამ ძირითად საუნჯეს, მამულს, ენას და სარწმუნოებას, ჩვენი ერის ისტორიისა და იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სულ ცოტა ხნის წინ თავდაცვის ძალებმა მთელ ქართველ ერთან ერთად უდიდესი პატივითა და სიყვარულით გააცილა უკანასკნელ გზაზე ჩვენი დიდი პატრიარქი და სულიერი მამა ილია მეორე, რომელიც მუდამ ავლენდა ზრუნვას ჯარზე და მის სულიერ სიმტკიცეზე. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო თითოეული თქვენგანის მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ ამ ღირსეული სამსახურისთვის. ქართველი ჯარისკაცის გმირობამ, სამშობლოს ერთგულებამ, თავგანწირვამ და შეუპოვარმა სულმა თავდაცვის ძალების ისტორია ყველასათვის მოწიწებისა და პატივისცემის მაგალითად აქცია. ჯარისკაცობა რჩეულთა საქმეა. ჯარისკაცის პროფესია კი საამაყო და ამავდროულად sapasუხისგებლო ცხოვრებისეული არჩევანი. ქართული ჯარი ყოველთვის იდგა იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა თუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, თუ ეს იქნებოდა საერთაშორისო მისიებში, სადაც ყოველთვის წარმოჩინდა როგორც ღირსეული და მტკიცე პარტნიორი. ამიტომაც თავდაცვის ძალები დღეს ჩვენი საზოგადოების მხრიდან აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საიმედო სახელმწიფო ინსტიტუტი. დღევანდელი დღე მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს წვევანდელებს. სამხედრო ოფიცრის დადებით ისინი შემოუერთდნენ ჩვენ დიდ და ღირსეულ ოჯახს საქართველოს თავდაცვის ძალებს.
35 წლის წინ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად ქართველი ჯარისკაცებისათვის 30 აპრილი გახდა პასუხისგებლობის, განვითარებისა და უწყვეტი ბრძოლის სიმბოლო. დღევანდელი დღის აღსანიშნავ ღონისძიებას წლების განმავლობაში მყალსაფუძველს უქმნიდა თავდაუზოგავი შრომა, მამაც მებრძოლთა დაღვრილი სისხლი და სამშობლოს დასაცავად გაღებული მრავალი სიცოცხლე. სწორედ ამ გზაზე ჩამოყალიბდა ის ძალა, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველთვის მზად არის უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ჩვენი შესაძლებლობების გაუმჯობესება დღეს აისახება მოდერნიზირებულ შეიარაღებაში, კარგად გაწვრთნილ და თანამედროვე აღჭურვილ ჯარისკაცებში. ჩვენი მთავარი საყრდენი არის პროფესიონალი ჯარისკაცი, რომელიც ფლობს ცოდნას და აქვს საბრძოლო სულისკვეთება. ჩვენი ძალა არის განათლებულ სამხედრო მოსამსახურეებში, ოფიცრებში, სერჟანტებში, სამოქალაქო პერსონალში, თითოეულში, ვინც ყოველდღიურად ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას. საზეიმო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ, ასევე წაიკითხეს წვევამდელებმა ჯარისკაცის სწამსი და უკვე ღონისძიების დასასრულს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში არსებულმა ორმა ვერტმფრენმა გადაიფრინა დროშებით 35 წელი სამშობლოს სამსახურში. მადლობა, პირდაპირ ეთერში ქეთი მამრიკიშვილი საუბრობდა. საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას ასრულებს. დღეს კომისიის წევრები ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან ერთად საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ. კომისიის წევრები ფასების რეგულირების თვალსაზრისით კომისიის დასკვნას უახლოეს დღეებში წარმოადგენენ. დოკუმენტი, რომელიც კომისიამ სამთვიანი მუშაობის შედეგად მოამზადა, ფასების კლების არსებულ რესურსებსა და შესაბამის რეკომენდაციებს მოიცავს, რომელიც როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას წარედგინება. 3 თვის განმავლობაში 14 წევრისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ სურსათის მედიკამენტებისა და საწვავის 80-ზე მეტი კომპანია შეისწავლა. ჩატარდა საველე კვლევებიც. კომისიის ფარგლებში დღეს გვაქვს შემაჯამებელი შეხვედრა საწვავის იმპორტიორ რიტეილერებთან და ამით ვასრულებთ კომპანიების შეხვედრას და საბოლოო ჯამში კომისია პარასკევს დაასრულებს ექნება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც საბოლოო დასკვნა იქნება წარმოდგენილი. მინდა აღვნიშნო, რომ კომისიის ფარგლებში უაღრესად დიდი სამუშაო ჩატარდა და ჩვენ შევისწავლეთ 3 უმნიშვნელოვანი სექტორი საქართველოსთვის, როგორც გახლავთ საკვეპროდუქტების FMCG სექტორი, ასევე მედიკამენტების სექტორი და საწვავი და უაღრესად სიღრმისეული კვლევა გაკეთდა სექტორის. ჩვენ როგორც ადგილობრივი ბაზრის ანალიტიკა გავაკეთეთ, ასევე გავაკეთეთ ანალიტიკა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებების. პოლონურ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლონეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ქართულენოვანმა განყოფილებამ მუშაობა დაიწყო. ახალი არხის პირველი გადაცემა ეკლესიის დისკრედიტაციას დაეთმო. გადაცემაში მიწვეულმა ექსპერტმა ქართული საპატრიარქო რუსულ გავლენებში უარგუმენტოდ დაადანაშაულა. ეკლესიის შეურაცხყოფის ფაქტმა პოლონეთის ხელისუფლების მიზნები უფრო მეტად გამოაშკარავა სახელისუფლებო გუნდისთვის. მართლ პარტიაში აღნიშნავენ, რომ უცხო ქვეყნის დაფინანსებით შექმნილი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის, ზიზღის ისტორიისა და შუღლის გაღვივებისთვის შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდისტული მედიის სახე და ხელმძღვანელი მოდელირებული ქრონიკის წამყვანია, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ არხი ნამდვილად დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის შეიქმნა. რა გვანახა სინოდის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ? მოგესალმებით. ჩემი და სამწუხაროდ და მე ასე ვფიქრობ, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სამწუხაროდ. დღეს რაც ნახეთ ჩვენ, ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, თუ რაოდენ დიდია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში
რუსული გავლენა. პოლონელებს აქვს გამოცდილება დეзინფორმაციასთან ბრძოლით და როგორმე ისე დააკომპლექტებენ თავის ასე ვთქვათ ბიუროს, რომ საქმე გაკეთდეს. არ ვიცი ხა მართლა არ მგონია რომ სარედაქციო პოლიტიკაში პოლონური არხების უნდა ვერ ეოდეთ და ამაზე კომენტარს ვაკეთებ. არ მინახავს ამ არხის არც ერთი სიუჟეტი არ მინახავს. ეკლესიაზე თავდასხმები რა თქმა უნდა ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის არის მიუღებელი. პოლონეთს აქვს ძალიან პოზიტიური დღისესწრები საქართველოსთან მიმართებაში, განსხვავებით რუსეთისა, განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან. პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქართულენოვანი არხის ორგანიზება ცოტა იყოს გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ეჭვმეპარება, რომ ისინი ზრუნავდნენ ქართულად მოსაუბრე მოსახლეობის ინფორმირებულობაზე, თუმცა პირველი გადაცემა ყოველგვარ ეჭს ფანტავს, მათი მიზანი არის სწორედ ღირებულებებზე შეტევა, დეзинფორმაციის გავრცელება და ქართულად მოლაპარაკე საზოგადოებაში შფოთვის, აგრესიის შეტანა და რა თქმა უნდა ემსახურება ისევ და ისევ იმ დიდ გლობალურ დავალებას, რომლის მიხედვითაც სასურველია საქართველოში ხელისუფლების მარიონეტული ხელისუფლების ჩანაცვლება. მოდელირებული ქრონიკის წამყვანი. ის ქალბატონი მე არც მეგონა თუ საერთოდ გამოჩნდებოდა ჟურნალისტიკაში. მაგის იმ სიუჟეტში და ტრაგედიები მოყვა გახსოვთ თქვენ საქართველოში და ადამიანიც კი შეეწირა და ბევრს პრობლემები გაუჩნდა, ხო? აი ეს ადამიანი კიდე ბედავს და ტელევიზიას უბრუნდება. აქ ვერ გაბედას საქართველოში და ესე იგი პოლონეთის მთავრობას, რომელსაც ამხელა პრობლემა აქვს, უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია, კომუნალურების გაზი და მიგრაცია, იცლის რომ აფინანსებს იმას ტელევიზია, სადაც აი ქალბატონმა კობერიძემ უნდა წაიყვანოს და აქ თურმე საქართველოს უნდა გააცნოს სიახლეები. არაფერი. ეს არის მორიგი, ამათი პატრონების პროექტი. რომ იქიდან ტელევიზიიდან შეუტიონ რადიკალიზაცია მოახდინონ ჩვენი საზოგადოების პოლარიზაცია. შემდეგ პირველი თემა რა იყო? პატრიარქის გინება, შეურაცხყოფა სინოდის. ამისთვის იყენებენ. ცალკე მოგიყვებით ჰერჩინსკის დავალებასაც, ისიც პოლონელია, იცით თქვენ და ეხა საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა როგორც ირკვევა, ესე იგი პოლონეთმა უნდა გასწიოს და ალბათ ამან უნდა შეძლოს. დანარჩენები ჩაფლავდნენ და ეხლა ნახოთ აბა პოლონეთი რას ისამს. ამას უკავშირდება. აბა როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში ამდენი პრობლემა და იცლი დააფინანსო ტელევიზია უცხო ქვეყნის მაუწყებლობით. ნუ ეს ხო ნონსენსია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საპატრიარქოს წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის კამპანიაზე საუბრობს. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ იმედის ეთერში განაცხადა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეგრეთ წოდებულმა კრიტიკულმა მედიამ იმისთვის, რომ ეკლესიისთვის ზიანი მიეყენებინათ 5000-ზე მეტი ნეგატიური გადაცემა მოამზადეს. აი ცნობილი მედია საშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში 5000-ზე მეტი ნეგატიური გადაცემა იყო გაკეთებული. ჩემზე იყო გაკეთებული, პირადად ჩემზე, მეუფეშიოზე იყო გაკეთებული, აღარ ვამბობ პატრიარქზე რამდენი იყო გაკეთებული. თუ ზეგავლენაზეა ლაპარაკი, ხო, მაშინ იქიდან დავიწყოთ. ხო, თუ ამ სახის ზეგავლენაზეა ლაპარაკი, რომ ვიღაცამ თავისი აზრი გამოთქვა, ან ვიღაცამ ცილი დასწამა, ხო? 5000 გადაცემა რა გამოდის? 2 დღეში 3 გადაცემა გამოდის, ხო? ამდენი იშრომეს იმისათვის, რომ ეკლესიისათვის მიეყენებინათ ზიანი, ხო? ღმერთმა ყველა შეუნდოს, მე ვისურვებდი, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ხვალინდელი დღე თქვა და რაღაც პატრიარქის გარდაცვალებამ გვაჩვენა, რომ ამის რესურსი გვაქვს. დეკანოზმა პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით გარკვეული მედია საშუალებებისა და კონკრეტული პირების სპეკულაციებსაც უპასუხა. მან საზოგადოებას ის ჩანაწერიც წარუდგინა, რომელიც 2017 წელს ილია მეორის კარნახით გაკეთდა, სადაც პატრიარქი განმარტავს, რატომ დაასახელა უწმინდესმა მოსაღდრის ვინაობა საჯაროდ. ეს რომ არ მოხდეს. პატრიარქი როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე წერს ანდერძს მოსაღდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც, როდესაც როდესაც დაფარულია ანდერძი, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მithქმა მოთქმას. არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი კიდეც. მაგრამ აი მაგალითად, ჩემ შემთხვევაში დავითმა პატრიარქმა რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა მეთქი, არ მინდა, შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა? ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე, ასე რომ წინათაც მომხდარა. ეს რომ არ მოხდეს,
ვარჩიე დამესახელებინა ვინ იყო ჩაწერილი ანდერჩი, რომ შეწყდეს გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე აქვს შემობმული. ეხლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის ვინ არის მოსაყდრე. საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა პოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ხაზი გაისვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების დადებითი დინამიკას, ასევე აღენიშნა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობა. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან პარტნიორობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში. გამოითქვა არსებულ თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. მოქმედი და ყოფილი ნაციონალებით დაკომპლექტებული გაერთიანება უკვე ორი თვეა მხოლოდ ურთიერთ ბრალდებებისა და განხეთქილებების სივრცეა. ალიანსს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კიდევ ერთ წერილს აგზავნის და ეგრეთ წოდებული ოპოზიციურ გაერთიანებას სტრატეგიას მორიგჯერზე უწუნებს. ექს-პრეზიდენტის კრიტიკა უპასუხოდ არ დატოვეს ალიანსის სხვა წევრებმა. თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის Facebook მოწოდებები მათთვის საინტერესო არ არის. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის განცხადებები კი მხოლოდ საკუთარი პარტიის წევრების მიმართ იმედგაცრუებას გამოხატავს. ჩერგოლეიშვილის პოსტი მათ ლიდერზე თავდასხმად შეაფასეს ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში დღეს საკუთარი ლიდერი დაიცვეს, ფედერალისტების დამფუძნებელს კი კვლავ მიხეილ სააკაშვილით დაკომპლექსებული უწოდეს. რას ვეუბნები მე ოპოზიციას ისეც რამაც აღაშფოთა, იმოქმედეთ გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო, იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავში მონახონ ძალა ნამდვილი ბრძოლისთვის, ხოლო ვინც თავისი თავის რეალიზაციას ჩემს წაკბენაში პოულობს, იმას არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს. მეგობრებო, სააკაშვილის Facebook მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შეძდით მეორედან რომ გაუვიდეთ. თავისი პარტიითაა ფრუსტრირებული იმათ ელაპარაკება, იმედია დაუჯერებენ და გამოსწორდებიან. მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმები განპირობებული არის კომპლექსით, მათ ყველა ვინც თავს ესმის მიხეილ სააკაშვილს კარგად ესმის, რომ მის პოლიტიკურ წონას, მის პოლიტიკურ ასე ვთქვათ მასშტაბს ვერ უტოლდებიან და ვერ გაუტოლდებიან. ყველა იმ პოლიტიკოს, რომელსაც თავის სტრატეგია და აქვს გამختარი მიხეილ სააკაშვილზე და ნაცნობრობაზე თავდასხმა, ნამდვილად ვერ ექნება პერსპექტივა, იმიტომ რომ ასე პოლიტიკურ კაპიტალს მით უმეტეს ოპოზიციაში ისინი ვერ შექმნიან. მორიგი ტრანში ჩამოვიდა, დაავალეს ამ უსამშობლოებს გაერთიანება, რომელსაც ცოცხალი თავით არაკეთებდნენ, რატო? იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვამბობთ, კოლექტიური ნაცმოძრაობა არის. ჩვეულებრივი აღზევება კარენოი და ნეონაცების გაერთიანების. და ლიდერად ეხა არ უნდათ უკვე ეს ლუზერი ბელადი ისეძახიან სამართლიანადაც ალბათ და ეხა ჩერგოს უნდა რომ პირველი იყოს და ჩერგოს ავიწყდება რომ ბოკერიას მეუღლეა და ეხა მოიფიქრეს როგორ უნდა გააправონ ეხა ეს გრანტი ხო რაც აიხეს და რეგიონებში გასვლაო დაიქირავეს დარბაზი დადგეს ასისკამ ისიც ვერ შეა რატო გამოგაგდეს ჟურნალისტები და თქვენ არ გენახათ იქაც კი უჭირთ მიხოთ იმის არ აქედან ჩაიყვანეს ვიღაცები იმის შევსებაც კი უჭირთ ვის ატყუებენ ეს და სწორია უნდა დაიმალო რა უნდა მოისმინო აბა ნაცმოძრაობისგან რა უნდა მოისმინო ბოკერიისგან რა უნდა მოისმინო იმიდან რა ქვია გვარამიასგან ქვეყნის ინტერესების ქვეყნის სასარგებლო რამე წინადადება არაფერი ერთმანეთს ატყუებენ და ჩვენც ვერთობით ამით საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა. სადავო გახდა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში არსებული ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს და ადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას. სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთს შეადარა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, როცა სისხლის სამართლის საქმეს ეხება საქმე და მეორე შემთხვევაში, როდესაც არის სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობა. სავალდებულო მკურნალობის შემთხვევაში გაცილებით მაღალი პროცესუალური უფლების დაცვის სტანდარტები არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
როდესაც ადამიანი თავისი ფსიქიატრიული მდგომარეობის გამო მას არ ეკისრება სისხლსამართლობრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ დანაშაული ჩადენილი აქვს და იმ შემთხვევაში თუ სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია მისი მკურნალობა სტაციონარში გადაყვანის გარეშე და შესაძლებელია რომ მან საფრთხე მიაყენოს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემო მყოფებსაც, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 20 წლამდე ვადით იძულებითი მკურნალობის დანიშვნის თაობას. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა აღნიშნული ნორმები და ერთმანეთს შეადარა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, როდესაც სისხლსამართლის საქმეს ეხება საქმე და მეორე შემთხვევა, როდესაც არის სავალდებულო მკურნალობა, ფსიქიატრიული მკურნალობა და გამომდინარე იქიდან, რომ გაცილებით უფრო მაღალი პროცესუალური უფლებების დაცვის სტანდარტები არის იძულებითი არათუ იძულებითი, არამედ სავალდებულო მკურნალობის შემთხვევაში მიიჩნია არაკონსტიტუციურად აღნიშნული საკითხები და საქართველოს პარლამენტს აქვს დრო იმისათვის, რომ შევიტანოთ ჩვენ მოამზადოთ შესაბამისი ცვლილებები. მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა. ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ასევე სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების დარგებმა. 2026 წლის მარტში სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 10.7%-იანი ზრდა. შესაბამისად 2026 წლის პირველი კვარტლის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 9.1%. საანგარიშო პერიოდში DGG-ს გადახვდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 13.4%-ით გაიზარდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. 2026 წლის მარტში საქონლის ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 24%-ით, იმპორტი გაიზარდა 4.7%-ით, ახალი საწარმოების რეგისტრაციის მხრივ მარტში დარეგისტრირდა დაახლოებით 6400-მდე ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 2.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, მათ შორის თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა მოიღეს. დაკავებულია 14 პირი. პოლიციელების მიერ ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა. ასევე აღკვეთილია ქვეყანაში საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანის ფაქტი. პოლიციამ ბრალდებულები ბათუმის პორტისა და საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე დააკავა. მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერებისას კი ამოღებულია 2 ხელყუმბარო, 2 კაფსულა, დეტონატორი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 150-მდე ვაზნა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკებით, ვაჭრობის და ცეცხლსასროლი იარაღების მუხარის ბრალდებით, ხოლო მეორე განზრახ-მკვლელობისთვის იძებნებოდა. ბრალდებულებმა საქართველოს საზღვარი უკანონო ტრაილერში დამალვის გზით გადმოკვეთეს. დაკავებულებს 5 წლამდე ვადით პატიმრობა ეგუქრება. ასეთი იყო ახალი ამბები 13 საათზე, პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდებით, ეთერს კი ბიზნეს პოსტი გააგრძელებს.